მოგესალმებით, მომავალი ტივის ეთერშია ყველაზე სპორტული და ახალგაზრდული გადაცემა სპორტის სამყარო ამირა წოწონავასთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ჩემი გადაცემის მიზანია გავაცნო მაყურებელს უცნობი ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს თავიანთ სფეროში. ამასთან ერთად სპორტსმენების თვალით დანახული ამა თუ იმ სპორტის სახეობის ფედერაციების მუშაობაც ალბათ ასექვისე საინტერესო იქნებოდა. ასე რომ დღეს ჩვენთან გადაცემაში მოვიდა ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი ნიკო ზარანდია. მოგესალმები ნიკო, პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ მოხვედი ჩვენთან გადაცემაში. მადლობთ, მოგესალმებით, მესამე მაყურებელს, გამომიწვიეთ. გაგვაცანი შენი თავი, მოგიკავი რა შვები, ამჟამად რა საქმიანო? მე ვარ სპორტსმენი, ვარ ძალისმიერი სამჭიდელი. ძალისმიერი სამჭიდი არის ძალიან ესეთი ამაკაცური სპორტი, ასე ვთქვი. ეხება სიმძიმეებს, შედგება სამი მოძრაობისაგან ეს სახეობა. პირველი მოძრაობა არის შტანგით ჩაჯდომა, ანუ იგივე ბუქნი, რომელიც ადევს სპორტსმენს ზურზე და აკეთებს ამ მოძრაობას. მეორე მოძრაობა არის დაწოლილი, სკამზე დაწოლილი სიმძიმის შტანგის აწევა და მესამე მოძრაობა არის მიწიდან შტანგის ამოწევა ნაწილში გამართვა. და ეს სამი მოძრაობა ერთ თლიან მოძრაობად იკვრება საბოლოო ჯამში და ქვეს ძალისმიერი სამჭიდი. საგებია და მაინტერესებს ზოგადად დიდი ხანია თუ არა რაც სპორტით ხარ დაკავებული? ამ სპორტით ვარ დაკავებული მეორე წელია და რა ვიცი ახლა და დამატებას მივახდიე. და საერთოდ როგორ დაიწყო ზოგადად ჩემი სპორტული კარიერა, ან რომელი სახეობა იყო შენთვის პირველი? ჩემთვის პირველი სახეობა იყო კრივი. ფოთელი ვარ, ფოთი განთქმულია კრივის სკოლით და როგორც ყველა ფოთელი ბავშვი, ყველას უნდა კრივზე შეავლი და შესაბამისად დავიწყე კრივზე შეავლი. თუმცა სულ რაღაც ერთითვე არის, იმიტომ რომ კრივში არის სპეციფიკური დამახასიათებელი ნიშნები, რაც სპორტსმენს უნდა გქონდეს და მე ეს არ მქონდა და ამიტომ დროს დავანებე თავი. და ამის შემდეგ კიდევ ხომ არ იყო რამე სახეობა? კი, მე შემდგომში იყო ნიჩბოსნობა, თუმცა ნიჩბოსნობასაც სპეციფიკური ხასიათი ჭირდება სპორტსმენის აღნაგობა სიმაღლე, რომელიც მე არ მაქვს, მაგრამ ჩემი აღნაგობა და ჩემი ბრძოლოვანი სტრუქტურა ყველაზე კარგი არის სამჭიდისათვის. როგორც ახლა გაიგო. და თავიდან აი, როდესაც დაიწყო შენი სპორტული კარიერა, პირველად ფოთში ვარჯიშობდი ალბათ, ხო? აი, კრივზე შემდეგ ნიჩბოსნობაზე. კრივზე ნიჩბოსნობაზე კი, მაგრამ აი სამჭიდზე არა. როდესაც ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაშინ გავიგე შემთხვევით, რომ თუ რა ყოფილა თესევში ეს დარბაზის, სპორტული დარბაზი, ათლეტიზმის დარბაზი და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ბავშვებიდან ვარჯიში მიყვარდა ყოველთვის და დავედი დარბაზში. როდესაც შევედი, დარბაზმა გამოვაცა თავის სილამაზით იმას შეეხება, რომ არის ძალიან ბევრი სურათი იმისა, თუ რა წარმატებას მიაღწიეს ამ დარბაზში აღზრდმა ბიჭებმა და სპორტსმენებმა. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოზე საუბარიც არ მაქვს, იმიტომ რომ უამრავი მსოფლიო რეკორდია დამყარებული თვითონ აი ამ დარბაზის სპორტსმენების, აი ამ დარბაზის აღზრდილი სპორტსმენების მიერ და ყველაზე საფასებელი არის დღეს ჩემი გადასახედიდან ზურაბ ჭავჭავაძის 8 წელი, რომელიც არის ჩვენი მთავარი მწვრთნელი, რომელიც არის ჩემი აზრით ლეგენდა ადამიანი, იმიტომ რომ როდესაც კი დაარსდა ეს სპორტი, საქართველოში დაარსა კოტე ზავოდაშვილმა, კონსტანტინე ზავოდაშვილმა და კონსტანტინე ზავოდაშვილის მოწაფე არის ზურაბ ჭავჭავაძე, რომელიც აგრძელებს და რომელმაც დღემდე მოიტანა ჩვენთან ეს სპორტი და რომ მე ძალიან გაოცებული ვარ ამ ადამიანის შრომის მოყვარებით, შრომით და გამჭირვაში დონებით. და ეს სურათები ყველაფერი კარგია, მაგრამ პირველ რიგში ალბათ პირობები არის საჭირო სპორტსმენისთვის და როგორი პირობებია ამ დარბაზში? პირობები თავიდან რომ მივედი, სიმართლე გითხრათ, არ იყო ისეთი დახვეწილი, როგორც დავუშვათ დღეს არის. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენი ტრენერი დავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, სადაც დაამყარა მსოფლიო რეკორდები, 61 წლის გახლავთ, ამყარა მსოფლიო რეკორდები. ჯიმას 55 კილოგრამი შტანგა, წოლიარ მდგომარეობაში და თავისი წონა თვითონ არის 125 კილოგრამი. დაძლია 8 ჯერ, რაც არის მსოფლიო რეკორდი და ამის გამო უნივერსიტეტის სპორტსა და კულტურის სამსახურმა გვიყიდა ის აღჭურვილობა, რომელიც ჩვენს აუცილებელი იყო, ღერძები, რომელიც აუცილებელია წოლჭიმისათვის, იმიტომ რომ ადრე ქონდა გაწყვეტილი ღერძები და გაწყვეტილ ღერძებზე ვარჯიშის დროს, მძიმე ტონების როდესაც მიხარ,
ხელები ისრიალებს. გვერდზე გადის ხელები და მოძრაობას ვერ ასრულებს ხარისხიანად, შემდგომ შეიძლება ეს მოძრაობა საერთოდ ვერ შეასრულო და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ეს ნივთები ეს მარტოობა რაც გვიყიდეს და ასევე გვიყიდეს ბიცეპსების სავარჯიშოები, რომელიც ასევე არის. ალბათ ამ ადამიანის სტუმრობა ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენ. მე მაინტერესებს ანუ შენი სპორტული კარიერა თავიდან ბოლომდე ამ სახეობაში დაიწყო და განვითარდა აი ამ დარბაზში, ხო? დიახ, დაიწყო და განვითარდა ამ დარბაზში და ვითარდება ამ დარბაზში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში სულ აი ამ დარბაზთან ექნება კავშირი. რა თქმა უნდა, გააჩნია ცხოვრების პირობები ადამიანს როგორ იქნება. კარგი, მაშინ მოგვიყვები შენი წარმატებების შესახებ. ჩემი წარმატება პირველი წარმატება რაც იყო საქართველოს ჩემპიონატზე. გავიმარჯვე და დავყარე 3 საქართველოს რეკორდი და შემდგომში ეს გახდა იმისი мотиваცია, რომ კიდევ მევარჯიშე და მე მეგობრებთან ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მინდა აღნიშნო, რომ ამ სპორტი მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, ბევრ ვარჯიშს და სპორტში შრომის მოყოლების გარშე და შრომის გარშე ზოგადად ვერაფერს ვერ მიაღწევ განსხვავებით სხვა სპორტისგან, როცა შეიძლება გაიქცე ესე კარგად, თუმცა არის ვარჯიში რამდენიმე ხანი, მაგრამ თუ ჩააგდეს პროექტი კვირა, შეიძლება ესეთი კვირა ერთ თვედ დაგიჯდეს, რომ იმ შედეგზე დაბრუნდე და ევროპის ჩემპიონატზე რა დავა. ევროპის ჩემპიონატზე გავიდი და ძალისმიერ სამწიცის ისე ამ მოძრაობაში მოვიგე ჩემპიონატ კატეგორიაში და ასაკობრივ კატეგორიაში გავხდი უფროს მინდაოსანი. ძალიან ხარია და ძალიან გამხარდა და ვაპირებ ასევე ახლა 2015 წელს 8-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯიის შტატი არის ქალაქი ათენი, ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და თესელოს ბიჯებით ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან აქტიურად ემზადებიან იმისათვის, რომ როგორ მონაწილეობა მიიღოთ, როგორ საქართველოს ვახახელოთ. და ეს არის სხვა პირობებთან დაკავშირებული, იმედი მაქვს, რომ დასვლის ხარჯები და შემდეგ ყოველთვის მოაგვარეთ, იმიტომ რომ ძირითადად მოხსენება და თუმცა მოწვევები იქიდან არის გამოგზავნილი, რომ მიიღოთ მონაწილეობა. და მინდა აღნიშნო, რომ მთელი შემართებით ვარჯიშობთ, ჩვენი წვრთნელიც ასევე ძალიან დიდი შემართებით ამხნევებს, რომ ვივარჯიშოთ კარგად და დაავადებებსაც მივაღწევთ. აი, რა იყო ძირითადი ფაქტორი, რომ სპორტის ეს სახეობა გამხდარიყო შენი ძირითადი საქმიანობა, ესე რომ ვთქვათ? ჩემი ძირითადი საქმიანობა მოიხსენიება სპორტის სახეობა არ არის, მე ვარ სტუდენტი ევანჯელოვის სახელობის იურიდიულ ფაკულტეტის. და იურიდიულ ფაკულტეტზე რაც ისე არ ვიცი, მაგრამ კარგად სწავლობ, მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენთან მოიხსენიებათ გამოცდილების ჩაბარება ძალიან რთული და რო არის სწავლა შეუძლებელია, რომ რამე ჩააბარო. და შესაბამისად იურიდიული პროფილი არის ჩემთვის პირველი და პრიორიტეტი. თუმცა მე სპორტის სახეობებს სკულის ხო აი ამ სპორტის სახეობას მივიყვები როგორც აი არის გადაცებული შეიძლება ითქვას, მაგრამ უკვე გადაცებაზე მეტიც არის, იმიტომ რომ ეს ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში ჩატარდა, მინდა აღნიშნო საქართველოს ისტორიაში პირველად ასეთი რამე არასოდეს ამოხდა, აი ძალიან მსოფლიო სპორტის საერთოდ ისტორიაში საქართველოს გულისხმობ ვიყავი თანაორგანიზატორი აი შეჯიბრების და უფრო მეტი მასშტაბებით აი ამ სპორტში მოხდა ჩემი გადართვა, მინდა ვთქვა. და ეს ძალასხმეობის ფედერაციის საქმიანობაში შედის ეს თქვენი? ძალასხმეობის ფედერაცია არის აი ორჯერ ჩვეულებრივი კლასიკური ოლიმპიური სპორტის სახეობა, რომელიც არის თავისთავად ოლიმპიური სპორტის სახეობა, მაგრამ ჩვენი სპორტის სახეობა არ არის ოლიმპიური სპორტის სახეობა, საქმეს მასშია და აი შეჯიბრის ორგანიზებას უნდა ყო ახლა ჩამოყალიბებულმა ერთ-ერთი თავდამსხმელი ვარ აი ამ ორგანიზაციის საქართველოს საბჭის ეროვნული ალიანსი. აი ეს ორგანიზაცია არის. ანუ ეს არის პირველი ფედერაცია, ესე ფედერაცია, პირველი ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა ევროპის ჩემპიონატი, თუმცა პირველი ფედერაცია საქართველოში არ არის ეს ფედერაცია, მინდა აღნიშნო. კარგი, მაშინ მოგვიყვები, მოდი მისი მუშაობის შესახებ, სტრუქტურის შესახებ ზოგადად. აი ამ ფედერაციის პრიორიტეტი არის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩემპიონატები ჩატარდეს საქართველოში, რაც შეიძლება სპორტსმენი დაკმაყოფილებული იყოს იმ ელემენტარული პირობებით, რაც საჭირო არის სპორტსმენისათვის და ყველაფერს ცდილობს, პრინციპში ჩვენი თვითმფრინავი ხდება, რომ ჭერჭედე აქტიურად ცდილობს ყველაფერს მოახერხოს.
უკვე მე მოგხსენებთ სწავლის გამო შეწყვეტე ორგანიზაციაში საქმიანობა, ამიტომ მე ვარ სტუდენტი და უნდა ვიცი პრობლემაა. შენი აზრით არის თუ არა საკმარისად პოპულარული სპორტის ეს სახეობა საქართველოში? აი, მინდა ვთქვა, რომ საკმარისად პოპულარული, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ აი ეს ნაბიჯები რაც გადაიდგა ევროპის ჩემპიონატი მომავალში ასევე გეგმული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარება, ეს უფრო და უფრო წინ გადადგმული ნაბიჯები საფრთხის სპორტ სახეობა გახდეს, ეს სპორტ სახეობა გახდეს პოპულარული და აუცილებლად გახდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩართულია უკვე ის ახალი თაობა, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ყველაფერი ასე ვთქვათ საქართველოში, ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს წინაპარ-თაობას იმის გამო, რომ მოგვიტანა და შეგვინახა დღემდე სპორტის სახეობა, არა მარტო სპორტის სახეობაზე, მაგრამ ზოგადად მაქსავაბარი բոլო საქართველოზე და ჩვენი ახალი თაობის ვალია, რომ ეს ყველაფერი განავითაროს წინ და წინ. ჩვენ ვართ ახალი თაობა, ახალი სისხლი, რომელსაც აქვს ახალი ენერგია, რომ გააკეთოს ყველაფერი და ყველა უნდა აკეთოს თავის საკეთებელი, სად იქნება, იმას ყველა უნდა ეცადოს, რომ ის თავისი ორგანიზაცია იქნება, რაც იქნება და განავითაროს ყველანაირად. ანუ შენი აზრით მთავარი პრიორიტეტი ამ სპორტის სახეობის განვითარების ისევ ტურნირების ჩატარება, უნდა მისი პოპულარიზაციის. ჯერჯერობით ასე გამოდის ტურნირების ჩატარება, პირველი პოპულარიზაცია და საქართველოში არის ძალიან ბევრი არა, პრინციპში 4 ორგანიზაცია, 5 სულ, რომელიც აი ამ სპორტს ემსახურება და რამდენად ხშირად ტარდება ტურნირები საქართველოში? ძალიან ხშირად ტარდება, მინდა აღნიშნო, ეხლა ეს ჩვენი ტურნირი ხო ჩატარდა, ეხლა კიდე არის 21 რა სახის ტურნირებზეა საუბარი მაშინ? აი ჩვენი ტურნირი იყო ეს ევროპის ჩემპიონატი. მოგეხსენებათ 21 ივნისს ტარდება ლეგენდარული ქართველი სამჭიდელის შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი თორცდები ქალაქ სიღნაღში, სადაც თესეულის გუნდი მთლიანი შემადგენლობით მივიდივართ, დიდი იმედი გვაქვს რომ გავფინანსებთ. და თესეულის გუნდს ბოლომდე ვასახელეთ, არაერთი გამარჯვება აქვს თესეულის გუნდს მოპოვებული საქართველოს ჩემპიონატებზე, თვითონ გუნდურ ჩათვლაში განსაკუთრებით. და კიდევ იგეგმება შავი ზღვის თასი, რომელიც ჩატარდება ქალაქ ბათუმში, თორცდები აგვისტოს თვეში, 15-16 აგვისტოს. და ასევე კიდევ იქნება შემდგომში დეკემბერში, ზოგადად არის ხოლმე ჩემპიონატი საქართველოს. უბრალოდ ბათუმის თუმარი თქვა და ყველა მოგვითხრა იმაზე, რომ იგეგმება ზაფხულში აუცილებლად ჩატარდეს ბევრი თან საერთაშორისო მასშტაბის ტურნირები. აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართვა სპორტში, რომ თაობა გაჯახსავდეს და აი ეს ძველი ბნელი 90-იანების წლები არ განმეორდეს იმ კუთხით, რომ ახალგაზრდა თაობა ქუჩაში იდგას, თუმცა საქმე არაფერი არ ქონდა და ეძებდა აი ხოლმე აი ცუდი გაკეთების შესაძლებლობას და აი ამისგან წყვიტა საერთოდ სპორტი ეს არის კარგი. აი ძალიან ბათუმი ვახსენეთ და მოდი მაშინ შევეხოთ ამ თემას. საერთოდ რა სიტუაციაა რეგიონებში, პირველ რიგში ინფრასტრუქტურა მაინტერესებს და ასევე თუ არის გამოხმაურება ახალგაზრდების. აი გეტყვით მე ვარ ფოთელად დავიწყე ფოთიდან, ვესაბმე ფოთელებს. ქალაქ ფოთში 2011 წელს დაარსდა ეს სამჭიდის დარბაზი, ანუ იმ წელს როდესაც მე ჩავხარე უნივერსიტეტში და შესაძლებლობა არ მქონია რომ მანამდე მევარჯიშა. და აი ამ სამჭიდელებმა რომელიც იქ ვარჯიშობენ, ახლა მსოფლიო ჩემპიონატი იყო უკრაინაში ქალაქ ლუცკში, მოიპოვეს ძალიან დიდი გამარჯვება, მიულოცა მათ ამასაკე და მინდა ვთქვა რომ ეს ადამიანები რომლებიც ეწევიან 325 კილოგრამს ამ მოწევაში, რომლებიც ჩაიძომას აკეთებენ 300 კილოგრამზე, რომლებიც წელწინს აკეთებენ 200 კილოგრამზე, ვარჯიშობენ გოლდერ იმდა რომ დაღონულ ფერზე არ შეიძლება ყოველ დაუშვებელს დაღონულ ფერზე სპორტსმენი ვარჯიშობს. ეს გამოცხადია შედის ხარისხობის გამო, იმიტომ რომ თვითონ თავიანთ სახსრე ეკრიტულობენ ამ ვერძებზე, ეს ვერძი ისედაც ძვირი ხარისხობდა. ხარისხანი უფრო ძვირი ის ხომ, მაგრამ ნუ მაინც ახლა შედეგებს აკეთებენ 325 კილოგრამი გონი არ არის და 300 კილოგრამი ჩაიძინა მათოცზე. და აი მინუს ზრუნავყოფს თუნდაც ამ ვერძების ყიდვას, ინფრასტრუქტურის შეძენას და ასე შემდეგ. თუნდაც რეგიონებში, თუნდაც თბილისში. და აღნიშნო რომ ეხმარება ყველა საკუთარი თავი, საკუთარი შეიძლება შეგვიჭრა ეს. თავიდან შემიგეთდა რა ვიცი რომ ანუ ვინ ეხმარება და ვინ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, რომ შეიძინოს ელემენტარული ინფრასტრუქტურა. სპორტსმენები პირველში თავიანთი ხარჯებით აკეთებენ ამ ყველაფერს და შემდგომ ხდება ხოლმე რომ მუნიციპალიტეტები, მერია
შეუსყიდის ხოლმე როგორც ჩვენ შემთხვევაში თესეულის შემთხვევაში თესეულის სპორტისა და კულტურის განყოფილება. ანუ ეს ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ არ არსებობს კონკრეტული ფედერაცია ამ სპორტის სახეობაში და შესაბამისად არც არავის ევალება ეს კონკრეტულად რომ შეუძინოს ინფრასტრუქტურა ამ სპორტსმენებს. იმაში არის რომ ეს ფედერაციები რაც არსებობს საქართველოში კარგია კონკურენციის მომენტისათვის. თუმცა ცალკეულ ყოფითისება შეიძლება ისქანდეს რომ სამინისტრო ცალკეულ ფედერაციებზე არ გამოყენებს დაფინანსება საჭირო მათი გაერთიანება, მაგრამ თუნდაც კონფედერაციის სახით და აი ამ მომენტის სწორედ რომ მიმდინარეობს მუშაობა. არის ამის სურვილი ფედერაციების მხრიდან? ფედერაციების მხრიდან რა თქმა უნდა ამის მსაუბრა არის იმისა რომ ჩამოყალიბდეს კონფედერაცია, თუმცა საერთო ფედერაციას უნდა ქონდეს საერთო ინვენტარი, რომელიც არ არის და ალბათ თუ ამის მსაუბრა იქნება რომ კონდეს საერთო კონფედერაციის ინვენტარი სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა ყველანი გაერთიანდებიან ამის სპორტის სამსახურში არიან ყველა და ყველას უნდა რომ ეს სპორტი აყვავდეს საქართველოში. კარგი, მე მაინტერესებს ახლა შენი აზრით ზოგადად რა სიტუაციაა საქართველოში სპორტული თვალსაზრისით ეს არა მხოლოდ სამჭიც მთლიანად სპორტს ეხება. სპორტული თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე კარგი ვითარება მგონი წელს არის როდესაც ტარდება ახალგაზრდული ოლიმპიადა. რაც არის ძალიან მაგარი, ძალიან მიხარია. და კარგი ვითარება იყო, როდესაც ჩვენ ჩავატარეთ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი, კარგი ვითარება იყო, როდესაც ჩატარდა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი. აი ამ ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისათვის დიდი მადლობა მინდა პირველში გადავხადოთ თბილისის მერიას, კონკრეტულად ბატონ გიორგი არაშიძეს. ასე დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელმაც მოგვცა დარბაზის სრულიად სასწრაფო და ყველანაირი დახმარება ორგანიზაციული გაგვიწია. და დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ასპრია ფიტნეს ცენტრს, რომელმაც დაგვაფინანსა, რომ ეს დისკოები თუ რაც გვჭირდებოდა ყველაფერი შეგვედინა და ასევე ძალიან დიდი მადლობა ძალოსნობის ფედერაციას, რომელმაც დაგვეხმარა თავიანთი ევროპის ჩემპიონატში, რომ ჩვენ დაგვეხმარა, რომ ის ინვენტარი რაც საჭირო იყო ჩვენთვის გამოეცა. აი როგორ ექცევა სპორტს ყურადღება ზოგადად აი მთავრობის მხრიდან მაგალითად თუ სპონსორების ინვესტორების? მთავრობა ძირითადად მთავრობისათვის პრიორიტეტული სპორტი არის ოლიმპიური სახეობები ზოგადად სპორტის ოლიმპიური სახეობები არის ხოლმე პრიორიტეტული. და მინდა თქვა რომ თვითონ სპორტსმენები აქცევენ ხოლმე აი სპორტის სახეობები აქცევენ ერთმანეთს ყურადღებას, მაგალითად ეხლა რომ ევროპაში ჩატარდა, ეხლა რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა უკრაინაში აი ამ ფედერაციამ რომელსაც ქართული სპორტსმენები წაიყვანა, ეს ფედერაცია შეკეთებული არის რაგბისტებთან. რაგბისტების დარბაზში არის შეკეთებული. მინდა თქვა, აი ძალოსნება გადმოგვცეს გვათხოვეს სრულიად მოსასწრაფო გვათხოვეს ინვენტარი ჩაგვიტარდნენ ეს ევროპის ჩემპიონატი და აი ერთმანეთს ვეხმარებით ფაქტობრივად ვეხმარებთ აქეთ ვეხმარებთ ფაქტობრივად და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისათვის და აი ეს თანადგომა ზოგადად მეტყოლებს იმაზე რომ ხალხს სურს რომ სპორტი განვითარდეს საქართველოში და ამით ალბათ უკვე სახელმწიფო ძალიან მაღალ დონეზე დაინტერესდება, რომ იქნება უკვე ის ახალი თაობა რომელიც ამაზე მუშაობს. ძალიან მიხარ რომ სწავლობ ასევე უნივერსიტეტში და ეს არის შენი ძირითადი საქმიანობა, მეორე არის სპორტი. მაინტერესებს ეს ყველაფერი ხომ არ უშლის ხელს ერთმანეთს, ან რამდენად თუ ამდენად არა სრულიად თავშვის ხელს ერთმანეთს, პირიქით ერთმანეთს ხელს უწყობს, მე ასე ვფიქრობ ხელს უწყობს იმ კუთხით, რომ მე უფრო მეტად დისციპლინირებული ხდები, როდესაც ვიცი როგორ უნდა გავსაზღვრო და ეს ადამიანს პირიქით ხელს უწყობს ის დისციპლინის ჩამოყალიბებაში, როდესაც მან სწავლისათვის უნდა განსაზღვროს, რომ მან უნდა განსაზღვროს ოჯახისათვის და მან უნდა განსაზღვროს, რომ ასევე ვარჯიშისათვის, რომ მეადრეს წარმატებას ეს ჩემს გადაცემაში მქონია ამაზე საუბარი და ბევრ სტუმარს უთქვამს ის, რომ ახალგაზრდას, რომელსაც სურს რომ სერიოზულად აკავდეს სპორტით, მან ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს, სხვა დანარჩენი და ანუ შენეთ ახვევი თუ არა ამას მე მაგალითად მოვიყვანთ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში არის იური ვასო, რომელიც 60 წლებში მოღვაწეობდა ამ სპორტის სახეობაში და ის არის პროფესორი. ჩემი ტრენერი, რომელიც არის მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიოს თასი ამდენჯერ აქვს მოგებული, უბრალოდ არ დაითვალა მიწის განმავლობაში, რომ ძალიან სპორტსახეობაში მოღვაწეობს და მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენი არის პროფესორი, აკადემიკოსი და ну, რა ვიცი, ალბათ უფრო მეტი შრომა სჭირდება, რომ კიდევაც წაიკითხონ და კიდევაც დივარჯი. საინტერესოა. გითხარი მაშინ შენი სამომავლო გეგმების შესახებაც. ჩემი სამომავლო გეგმები კონკრეტულად სპორტის სახეობას რაც შეეხება არის ის, რომ მაქსიმალურად განვითარდეს შესაძლებლობის ფარგლებში. ამ სპორტის სახეობაში საჭირო ძალიან ძლიერი მაგარი გენეტიკა, რომ
სპორტსმენმა რაიმეს მიაღწიოს და თუ გეპიკება მე ყოველისათვის რომ კარგი შედეგები დავდიან მაქსიმალურად დონეს გულისხმობ ეს ჩემს ხოლმე დასახელებელი იქნება და მე ვისურვებდი რომ იური გასოვიდე ტრენერებით იყო სპორტსმენი, კარგი სპორტსმენი და ანუ არის სამომავლოდ იმას რომ დარჩე და გააგრძელო აქტიურად სპორტული კარიერა. აქტიურად მინდა გავაგრძელო სპორტული კარიერა და ასევე მინდა აქტიურად გავაგრძელო სწავლა. რამაც მომარუჩევდი ახალგაზრდა დამწყებ სპორტსმენებს? ახალგაზრდა დამწყებ სპორტსმენებს ურჩევდი მხოლოდ იმას, რომ აი რასაც ისინი იწყებენ აი სპორტის სახეობაში ვარჯიშს საერთოდ ხდებიან რომ ეს სპორტის სახეობა არ მოუტანს მათ ხელფას, მხოლოდ მოუტანს მათ სახელმწიფო დინებაზე ზოგს ეს ნუ არ აინტერესებს თუ ათვისრომიერებული არ აქვს ალბათ სახელმწიფოების მნიშვნელობა და პირველ რიგში უნდა გესმოდეს როდესაც შენ გადიხარ სოფლიო ჩემპიონატზე და იწევა შენ საქართველოს დროშა როდესაც შენ გახვედი პირველ ადგილზე ეს პირველ რიგში შენი პატრიოტიზმი დიდება კი არა ეს არის შენი ქვეყნის დიდება და შენ ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს და შენ ადამიანს დაიბადე იმ ქვეყანაში აი იმ ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს ანუ თავარი мотивация უნდა იყოს შენი ქვეყნის სახელმწიფო და დიდების მოტანა და უჩვენეთ რომ დარჩენა იყო სპორტის სახეობაში ან დარჩენა იყო საერთოდ იმ სპორტის სახეობაში რომელიც მათ მოერგება მე ხომ აღარ ყოფილიყავი სიმაღლეში ალბათ უფრო ნიშნულობაში ვივარჯიშებდი იმიტომ რომ ძალიან მიყვარს პირადად შენი აზრით ახალგაზრდა უნდა სადოს თუ არა თავისი სპორტული კარიერა ყველა სახეობაში თუ უნდა აირჩიოს ის ერთიდან უყურეს მას ბოლომდე სადოს არა ეს პრობლემა სადოს და სადაც იქნება კარგი და წარმატებული იგი დარჩეს თუ უნდა არა ეს პრობლემა ჩემთვის რა ჩემში რომ ჭადრაკი შეჭეს მე დილისი ხომ ხადარები ჭადრაკი აი, მენა მივახავდა ჩვენი გადაცემა ესე დასასრულს. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მოიცალე და მოხვედი ჩვენთან სტუმრად. გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. კარგი იქნება თუ ესე გაგრძელდება ხოლმე ჩვენი ურთიერთობა და მომავალში როდესაც ავთ ამერიკაში ჩამოვიტანო კურსმეთლებს. კი, აუცილებლად გელოდებთ მე წარმატებებს. ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე მომავალ შეხვედრამდე ვშევდებით.